რა თქმა უნდა, ეს არ არის პირველი დებატი და სამწუხაროდ ვიცით ყველამ, რომ არც ბოლოა და ევროპარლამენტს ბევრჯერ მოუწევს ალბათ კიდევ შემდეგი თვეების განმავლობაში დაუბრუნდეს საქართველოს საკითხს. ეს ბოლო კვირაა, შემდეგი კვირა უბრალოდ ბოლო კვირაა და შემდეგ იქნება პატარა პაუზა, იმიტომ რომ მშობლებაში გადის ევროპარლამენტი, მაგრამ აი როგორც კი დაბრუნდებიან, ვართ დარწმუნებული ყველანი, რომ ეს პროცესი განახლდება. ამასობაში წინ არის ევროპული საბჭოს ხდომა, სადაც კომისარი კასი შეგვირდა, რომ კიდევ ერთხელ დადგება საქართველოს საკითხი მაგიდასთან, საუბრის თემა იქნება, მწვავე განხილვის თემა იქნება და ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაარწმუნოს უნგრეთი, რომ ხარი დაუჭიროს იმ პაკეტს, რომელიც დღევანდელი ევროპარლამენტში დებატების სიმწვავე, მე ვფიქრობ, მათ შორის იმითაც იყო გამოწვეული, აი ამ ფრუსტრაციითაც იყო გამოწვეული, რომ უკვე მრავალი მცდელობის მიუხედავად ერთი სახელმწიფოს, რომელიც თავად არ არის გამორჩეული დემოკრატიით, ერთი სახელმწიფოს ვეტო აჩერებს ძალიან მძიმე, მათ შორის წამების დანაშაულებში ეჭვმიტანილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ევროპული სანქციების სრულფასოვან ამოქმედებას. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ამითი არც არაფერი სრულდება, იმის მიუხედავად, როგორ მოიქცევა უნგრეთი, დავიტოვოთ იმედი, მე არ მაქვს დიდი მოლოდინი, მაგრამ მაინც დავიტოვოთ იმედი, რომ რამე გარღვევა იქნება ამ სხდომაზე ევროპული საბჭოსი, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მეორე გეგმა, რომელიც უკვე ორმხრივ ურთიერთობებში ზუსტად იმ ტიპის, იმ მასშტაბის, იმ სიმწვავის სანქციების დაკისრებას ითვალისწინებს, რაც ბრიუსელის გადაწყვეტილებით უნდა ყოფილიყო. საუბარი არის დიდ სახელმწიფოებზე, ჩვენ უკვე გვაქვს გერმანული სანქციები, გვაქვს დიდი ბრიტანეთიდან სანქციები, თუმცა საუბარი არის ახალ პაკეტზე დიდი ბრიტანეთის სანქციების და ის თემა, რომელიც თქვენ ახსენეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პროპაგანდასთან ბრძოლა ასევე არის ერთ-ერთი გამჭოლი თემა, გამჭოლი საკითხი მთელი ამ პროცესის, რაც ადამიანურ ენაზე ნათარგმნი ნიშნავს იმას, რომ სანქციებს დაექვემდებარებიან არა მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირები, ან უშუალოდ წამებაში ეჭვმიტანილი ადამიანები, ან მათი მფარველები, მაგალითად იგივე პოლიციელები, პროკურორები, მოსამართლეები, არამედ ასევე პროპაგანდისტები. ანუ ის ადამიანები, რომლებიც არიან არქიტექტორები აი ამ ტყუილის სისტემის და ტყუილის მანქანის, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა, სამ სხვა საკითხზე გადავალთ, რაც ძალიან მაწუხებს ახაცნაირად ამ ქვეყანაში როცა ცხოვრობ ინსტინქტების დონეზე მაინც ხვდები რაღაცებს, ხო ესე არ არის რომ ეხლა უცებ რაღაც თავში დაგეცემა, ისეთ ამბათ რომ აი ვერ წარმოგედგინე, არა წარმოუდგენელი არ არის ისას თვითონ, მაგრამ მაინც როდესაც სახით შეასყდები ძალიან ძიმე მოსასმენია და იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევაში, რომელიც არის ხა გამოქვეყნდა, ძალიან ძიმე რამ ვნახეთ ჩვენ, რომ პრაქტიკულად კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენი მოქალაქეების თითქმის ყოველ მესამეს ანუ ქართული ოცნების სამომრჩევლის თითქმის ყველა მეორეს და ოპოზიციის სამომრჩეველ ყოველ მეოთხეს. ანუ რომ გავაშუალოთ სადღაც ყოველ მესამეს deep state-ის ჯერა. ყოველ მესამეს ჯერა, რომ რაღაცა ოთახი არსებობს, სადაც რაღაცა ტელეფონი იდგას, რომელიც პერიოდულად დარეკავს, ხან ქოცებს პრემიერს ანიშნინებს, ხან ოპოზიციას რევოლუციის გეგმებს უყვება და ამისი სერიოზულად რომ ჯერათ, ამას ის ადასტურებს, რომ სოციოლოგიურ კვლევაზე მისულ ადამიანს ეუბნებიან, რომ ამისი ჯერათ, ანუ არა უბრალოდ ჯერათ, არამედ დარწმუნებულები არიან იმდანაც საკუთარ წმენაში, რომ ამის ხმამაღლა გამოთქმის პრობლემაც არ აქვს და აქ ყველაზე კარგად ჩანს, როგორ მუშაობს აი ეს ტყუილის და პროპაგანდის მანქანა. სხვათა შორის, რადგან პროპაგანდაზე მე მინდა ასევე ამერიკის ელჩის განცხადებაზე ვისაუბრო, მაგრამ მოდით გადავწიოთ უბრალოდ, რადგან თქვენ პროპაგანდა ახსენეთ, აქ მახსენდება წერილი, რიჟვაძის წერილი, რომელიც პროპაგანდამ მოგვაწოდა. პირველ რიგში პროპაგანდა და სამთავრობო მედია გახდა, ასე ვთქვათ, გამავრცელებელი ამ წერილის და საერთოდ პროპაგანდა, რასაც ამბობს, ანუ როგორც წესი სამთავრობო მედიაზე რაც ჩნდება ის შემდეგ უკვე უნდა მივხვდეთ, რომ ეს არის უკვე სამთავრობო ხაზი. ხშირად ასწრებს ხოლმე ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას სამთავრობო მედია და მართლაც შემზარავია, რომ ამ წერილს ადამიანის, რომელიც ახლა აპარატზე არის შეერთებული და ვერც პასუხის გამცემი იქნება, თუმცა მე არ ვარ დარწმუნებული, რომ
იმედია კარგად იქნება, მაგრამ როცა კარგად იქნება, არ ვარ დარწმუნებული, რომ უარყოფს, რომ მისი დაწერილი ეს წერილი არ არის, მისი დაწერილი რომ იყოს. ანუ კითხვის ნიშნებიც კი არ უჩნდება ჟურნალისტებს, ანუ ისე აწვდიან ამ წერილს. მაყურებელს კითხვის ნიშნებიც არ უჩნდება, იქნებ სავარაუდოდ რიჟვაძის დაწერილი. აი ამ ფორმულირებითაც კი არ ვიცი. ვოლსკისაც კი გაუჩნდა კითხვის ნიშნები, რომელიც ვიღაცას კიდე აღარ მახსოვს. კიდე ერთ. ხო, ვიღაცამ აღარ მახსოვს, რა მნიშვნელობა აქვს. ხო, ეგ არის პრობლემა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პრობლემა ვნახეთ ჩვენ არა თუ კითხვის ნიშნები არ უჩნდებათ, არამედ ადამიანებმა რაღაცა 2 საათის ხოვებით 2 სხვადასხვა წერილი წაგვიკითხეს. პირველში ცოლი გამორჩენილი იყო და მეორე ვერსიაში ცოლი ისე ჩაგვიმატეს, თითქოს ის ადამიანი ისევ მოძრაობდა, სადმე იყო და იმ წერილს პერიოდულად სრულდა და თვითონ რაღაცებს ასწორებდა. ასეთი მასშტაბურ ტყუილთან და ასეთ მასშტაბურ სიგიჟესთან გვაქვს საქმე. და ამასობაში ეს პროპაგანდა არ ჩერდება, რაღაც ზღვარი არ აქვს, წითელი ხაზი არ აქვს, მორალი რა თქმა უნდა არ აქვს, ნეობა რა თქმა უნდა არ აქვს და დღეს ბოლოს დაგვირგვინება, დღის ბოლოს მივიღეთ კობახიძეს, როდესაც თქვა რომ თურმე რიჟვაძემ თავი იმიტომ მოიკლა, რომ ვიკა ბუკია, ანინგა გრიგოლია. სადღაცას მიკროფონი თუ ვარდებოდა და კითხავს უსვამდა უხერხულს. ნანუკა ქაჯაიას და ვიკა ბუკიას დაბრალდება მგონი ეს ამბავი. ამიტომ ნუ არ ვიცი ხა, ამაზე მეტი შეურაცხყოფა, ამაზე მეტი დამცირება, ამაზე მეტი აი რასაც გეტყვით, რასაც გვინდა იმას დაგაჯერებთ, რა უნდა გაკადროს ადამიანმა და არა, აღმოჩნდა კვლევამ დაადასტურა, რომ ყოველ მესამეს მაინც ჯერა ამას ყლაპავს, ამას იღებს და ითვისებს როგორც მოცემულობას. და ეს ძალიან ძიმეა. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად თუ კი რამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ახლა, აი ამ ადამიანების გამოხსნისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ამ ადამიანების რაღაცა ჯადოს ახსნისთვის უნდა ვიბრძოლოთ. რომ გავათავისუფლოთ აი ამ საოცარი მარწუხიდან. ამ ამბავმა რა გვაჩვენა? ის რაც რიჟვაძეს და კონსპირაციებში რო არ შევიდეთ, უბრალოდ რა გვაჩვენა ამ ამბავმა, რაც ხდება რიჟვაძის თავს და ცოტა რაღაცნაირად საერთო კონტექსტში რო შევხედოთ, არა მხოლოდ იმას, რაც მოხდა საგარეჯოში, არამედ ზოგადად, აი მაგალითად მიქაუტაძის ამბავი ვნახეთ ჩვენ, რიჟვაძის ამბავი ვნახეთ ჩვენ, გიორგი რამიშვილი დააკავეს ძალიან უცნაურ გარემოებაში და ის ამბობს ყოველ შემთხვევაში, რომ იარაღი ვერ შენიშნა ისე გადადიოდა საზღვარზე, რას აჩვენებს მთელი ეს ამბავი და ფიქრობთ თუ არა, რომ ეს არის ლოგიკური იმისა, რაც ხდება და ამას ექნება გაგრძელება? ხო, რაბიშვილის საქმეს ამ საერთო ხაზში რა კი ბატონო. უბრალოდ რეჟიმის ორი სიტყვით ამაზე ვიტყვი და შემდეგ ძირითად თემას დავუბრუნდეთ. რეჟიმისთვის რამიშვილმა გააკეთა შვენიერი ამბავი, ეს ეგ სერია რეჟიმმა მოიგო. ეგ სერია პლუსში ჩაეწერა ივანიშვილს. იმიტომ რომ ამ დაკავების შემდეგ და იმის ფონზე რომ ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ეს საქმე ახლა სადღაცას შემოიდება, დაეკიდება რამიშვილის თავზე და ოდესმე თუ რამეს გაბედავს და გაინძრევა, მის წინააღმდეგ სხვაგვარად შემოbrunდება, ყველა დიდი ბიზნესმენი ჩირგვებში წაიყვანა. ამის მერე კიდევ უფრო მეტად ვერ გაბედავენ ისინი, ვინც აქამდე ვერ ბედავდნენ, იმიტომ რომ რაღაცნაირად დაანგრია ხელშეუხებლობის მითი, რომელიც შესაძლოა დიდ ბიზნესს ჰქონდა. შესაძლოა მათ ამ წლების განმავლობაში გაუჩნდათ ისე გაერთვნენ თავისუფლად სუნთქვაში, რომ შეიძლება თავადაც დაიჯერას, რომ ნამდვილად თავისუფალი ბიზნესმენები იყვნენ. და რამიშვილის ეპიზოდმა ძალიან კარგად აჩვენა და იცით, ბევრი რამ არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. მე მჯერა ვერსიის, რომელიც მან თქვა. უბრალოდ მჯერა თუ არ მჯერა, რამიშვილობა არ მაქვს არანაირი მოტივი ვიფიქრო სხვაგვარად. არც ერთი მიზეზი არ მაქვს ვიფიქრო სხვაგვარად, რამიშვილი ხმალ ამოღებული სადმე გვინახავს, ოდესმე რომელიმე რეჟიმის პირობებში, ვინმესთან შეუგუებელი, ხო, ნუ ბავშვობის მერე, როცა აღარ იმხედრიონელა და გადაწყვიტა, რომ პიჯაკი ჩაიცვა, რაც პიჯაკი ჩაიცვა და გალსტუკი გაიჭირა, იმის მერე ძალიან ჩვეულებრივად ერგება ყველანაირ რეჟიმს, ყველანაირ სისტემას, არავითარი პრობლემა მას არ აქვს, მაგრამ რამიშვილმა ამ ამბით, რაც მოხდა, ჩვენება მისცა თავის წინააღმდეგ, მას იარაღის ტარების უფლება არ აქვს, ხომ? ვიცით, რომ აქვს შენახვის უფლება, თუ აღმოჩნდა, რომ არ აქვს ტარების უფლება, მან თქვა, რომ აი ჩანთაში ედო იარაღი და შეცდომით აეროპორტში გაყვა. ანუ ესე იგი დადიოდა ქალაქში ამ იარაღით, ხო? აღმოჩნდა, გაირკვა, რომ თავად თქვა
რომ ეს განგრძობითი დანაშაულია, რომლის მონაწილეც ის იყო, რომ მუდმივად ამ დანაშაულის ჩადენის მდგომარეობაში იყო, უბრალოდ სხვა არასწორ ჩანთაში გადადო მე იარაღი, რომელიც აეროპორტში წაიღო და შემთხვევით იქ აღმოუჩინეს. ამიტომ და შესაბამისად ეს ხომ ისედაც არავისთვის გასაკვირი და გასაოცარი არ იქნებოდა და ამას ყველა დაიჯერებდა და ამ ტოლერანტობას ამ ადამიანების რაღაცა ტიპის საქციელების მიმართ შეეგუა ბიზნესი. და უცებ დაინახეს, რომ ეს ამ ტოლერანტობას ზღვარი აქვს სანიმუშოდ, საჩვენებლად, იმის სათქმელად, რომ კანონი ყველას თანასწორია და ამ შემდეგ ყველას შეიძლება გაუსწორდნენ. მოკლედ მე ჩაუთვალე პლუსში ეს ივანიშვილის რეჟიმს, მათ ეს სერია მოიგეს, მათ კიდევ უფრო მეტად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ სხვას, ჩირგვებში გადაიყვანეს. მაგრამ ეს მაინც რაც უფრო მოექცევა მარტუხებში ბიზნესი, საბოლოო ჯამში, მაინც ფიქრობთ თუ არა, რომ ეს იქნება მაინც შემაწუხებელი, სადღაც გაწყდება. არა, სანამ პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ ჩამოიშლება, მე არ მჯერა, რომ ქართულ ბიზნესში, დიდ ქართულ ბიზნესში არიან შეიძლება ძალიან ცოტა, მაგრამ არიან ელემენტარული, მინიმალისტური გამბედაობის მქონე ადამიანები, რომლებიც რამეს გაბედავენ. ამ ჩამოშლაში ბიზნესს არ შეიძლება, რომ როგორ ხდება ეს ჩამოშლა, ბიზნეს რა როლი შეიძლება ჰქონდეს რეჟიმის ჩამოშლაში? ბიზნესის როლი რეჟიმის ჩამოსვლაში ერთმნიშვნელოვანი გახდება იმ შემთხვევაში, თუ მათზე იქნება სანქციები. და ამიტომ მე ღიად ვამბობ ამას, არ ვმალავ, არასოდეს არ დამიმალავს. მე ვადვოკატირებ იმას ყველგან დასავლეთში, როდესაც არ ვარ და ნახევარ ცხოვრებას ვატარებ ამ უცხოეთში, ვადვოკატირებ იმას, რომ დიდი ბიზნესი, რომელიც არის შავი ყულაბის შემქმნელი, შავი ყულაბის მასაზრდოებელი, რომელზეც დგას, რომლითაც სულდგმულობს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, აუცილებლად უნდა დასანქცირდეს. აუცილებლად უნდა დასანქცირდეს ისეთი ადამიანები, როგორიც არის აგვარია ეს ვისოლის პატრონი. ხაკაძეები და მსგავსი ადამიანები, რომლებიც რუხაძე რა თქმა უნდა, მაგრამ რუხაძე უფრო პროპაგანდისტობის გამო, დიდი მშობარაკლის გამო დასანქცირდება საბოლოო ჯამში, მაგრამ მისი უფრო დიდი დანაშაული არის ის ტყუილის მანქანა, რომელიც მან შექმნა. ამიტომ აუცილებლად უნდა დაისაჯონ. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ისინი იგრძნობენ იმ ტიპის სიმძიმეს, რომელიც მათ აიძულებთ, რომ გვერდზე მოძრაობები გააკეთონ, მაგრამ უბრალოდ იმიტომ, რომ ივანიშვილი უფრო მაგრად მოუჭერთ, უფრო dobrად დააშინებთ, ციხის საფრთხეც გაუჩნდებათ, არა. ყველაფერს გააკეთებენ, რომ ციხეში არ აღმოჩნდნენ და ამიტომ იქნებიან რეჟიმისადმი კიდევ უფრო ტოლერანტულები. მხოლოდ გარედან ზეწოლა. აი, რა დღესაც როგორც რუსეთში მოხდა, აი იმ ფრანჩაიზებს გაუჩერებენ და ვენდის და რა ქვია მეორე დანკინის ნაცვლად მოუწევს რაღაცა, არ ვიცი, რუსებმა რო შემოიღეს რაღაცა უმაშკი თუ რაღაცა ეგეთი სენდვიჩების წარმოება, რა თქმა უნდა ის შეიცვლის ზნეს და ეს უნდა დაემართოს. კი ბატონო, მე რატომ შეიცვალა ეს დამოკიდებულება, ეს თემა რო ამოვწუროთ, რატომ იცვლება ეს დამოკიდებულებები, რა განაპირობებს ეს? ჩვენ ხო არ ვიცით, რომ სადღაც რაღაცა ხდება და უცებ აღმოჩნდება, რომ მიქაუტაძე დასაჭერია, რიჟვაძე მოსახსნელია. აი, რა განაპირობებს? ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი სტანდარტული მიზეზი და მდგომარეობა ის არის, რომ როდესაც რეჟიმი იმ ტიპის კრიზისშია, როგორიც ახლა არის და პოლიტიკური კრიზისი როა ქვეყანაში უკვე თვითონაც აღარ უარყოფენ, მე მგონი ამას ისე თამამად ვეღარ ამბობენ ხოლმე, რომ ყველაფერი კარგად არისო, ახლა რა ვიცი, გუშინდელის მერე როგორ გავუნდა თქვენ საერთოდ რომ რამე კარგად არის ამ ქვეყანაში, მაგრამ როდესაც ასეთი კრიზისები დგება, როდესაც საჯარო სივრცე გაჯერებულია რწმენით იმის შესახებ, რომ ქვეყანას უკვე ჭამს კორუფცია, რომ მთავარი განსაზღვრელი არის კორუფციული გარიგებები და არა პატიოსანი ბიზნეს ურთიერთობები, არა საბაზრო ეკონომიკით ნაკარნახევი წესები, რეჟიმს სჭირდება მსხვერპლის გაღება. და მე ამ მსხვერპლის შეწირვის პროცესი კიდევ ძალიან რთულია, იმიტომ რომ როდესაც მხოლოდ ერთგულებაზე და შიშზე მხოლოდ ამ ორ ფაქტორს, არა პროფესიონალიზმს, არა ვიღაცის გონიერებას, ნიჭიერებას, ცოდნას, გამოცდილებას, არამედ მხოლოდ ერთგულებას და შიშს ეფუძნება სისტემა, როგორც კი ამ აქედან ვიღაცა უნდა ამოაგდო ძალიან ერთგული და შენი მოშიში, რომელიც მზად იყო ფეხქვეშ გაგთხმოდა, მაგრამ უნდა ამოაგდო, იმიტომ რომ სისტემა, იმიტომ რომ ქვეყანა, იმიტომ რომ საზოგადოებრივი განწყობა ითხოვს სხვებს შეწირვას, ადამიანები იწყებენ კითხვების დასმას. ამიტომ მე ჩდება ხოლმე მთელი დაჯგუფებები, რომელიც უნდა გაიწიროს.
მე მაქვს სრული რწმენა, უყურებ რა იმ მოვლენებს და ვაანალიზებ რაც ხდება, რომ ეხლა გასაწირად გამზადებული არის ღარიბაშვილის დაჯგუფება. მთელი აი ეს სისტემა კორუფციულ, ძმაკაცურ, მეგობრული კალაძე შეიძლება მოყვესამა. კალაძე და ღარიბაშვილი არ ვსწრეს მეგობრები არ ყოფილან. მაგრამ ისე გეკითხებით, არც კობახიძე და კალაძე ყოფილან. ამ წუთას მე არ მაქვს განცდა რომ კალაძეს ამ წუთას მყისიერად რამე ემუქრება, თუმცა ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, ხვალდილით შეიძლება სულ სხვა საქართველოში გავიღოთ, მაგრამ კი ბატონო, სხვა საქართველოში გავიღოთ. იმას ვიფიქრებდით, რომ საგარეჯოში ამას ვამბობ, როგორც თვითმკვლელობას ამ ზუსტად ამას ვამბობ, როგორც აი ეს უცებ დილით ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ იმას რომ რიჟვაძეს რაღაც ემუქრებოდა, ამას რა თქმა უნდა ვინ იფიქრებდა ეხლა რაც მოხდა, მაგრამ მას რომ ემუქრებოდა საფრთხე, ეს ყველამ ვიცოდით. ამაში არაფერი არ იყო. რაღაცებს რომ გებულობთ მართალი. დამატებითი რაც გავიგეთ, არის დავადასტურეთ. არის ის რიჟვაძეს რომ კორუფციაზე ედავებოდნენ, ეს ვიცოდით, ბევრი ლაპარაკი იყო ამაზე. არაფერი ამაში ახალი არ არის. ისევე როგორც ღარიბაშვილს რომ ედავებიან, ესეც ვიცით, არც ამაში დიდად ახალი არაფერი არ არის და ის მასაც რომ ის თავის ღრუბლები შეკრებილია. მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, ვინ მაგალითად თუ უკვე ფორმალურადაც, სტატუსურადაც გამოცვლილი ყავდათ, შეცვლილი ყავდათ, ჩანაცვლებული უკეთესი სიტყვა, ყავდათ და რა მჭირს დღეს ყველას გვარები მავიწყდება. ეს ძვირფასი რომანოვი პროკურორი ჩვენი ყოფილი ფარცხალაძე. აი ეს არ ვიცოდით. ჩვენ არ ვიცოდით თუ ის ოფიციალურად ჩანაცვლებული ყავდათ. ხო, ეხლა ეჭვი გაჩნდა, რომ თურმე ჩაუნაცვლებიათ აი ვინმე ახლედიანით, ანუ ვიღაცა ახალია სისტემაში გაჩენილი, რომელიც ამ რაზბორკების უფროსია, სადაც ვის სახშიც უნდა მიხვიდე, თავანი ჩაიტანო, ან თუ არ ჩაიტან, დასასჯელად უნდა დაგიბარონ, ხო? ანუ თანდათანობით ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ახალი მოთამაშეები გაჩნდებიან. ხარაზიშვილი გაუშვეს, ვიღაცა უნდა გაჩნდეს, ეს ადგილი ცარიელი ვერ დარჩება. ამიტომ ახალი სასტიკი, ახალი მწამებელი, ახალი მონსტრი დაიბადება, რომლის გვარზაც ახალ ძალიან სწრაფად ალბათ ვისწავლით და შემდეგ იმის წინააღმდეგ დავირაზმებით, მაგრამ როგორც კი და რიჟვაძის საკითხი ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმის გარდა რომ ახალგაზრდა კაცია და იმედი მაქვს ძალიან მალე ფეხზე დადგება და გამოჯავრთელდება, რა თქმა უნდა ეს არის მთავარი ტრაგიზმი ამ ისტორიის, მაგრამ იმიტომაც არის მისი ისტორია მნიშვნელოვანი, რომ ის რაც დაემართა რიჟვაძეს ყველა მეტნაკლებად მაღალი თანამდებობის ყოფილი თუ მოქმედი პირის თავშია ეხლა ეს აზრი. ყველა მერი, ყველა გამგებელი, რომელსაც ოდესმე რამეზე ხელი წასცენია. ყველა მინისტრის მოადგილე, რომელსაც რამეზე ხელი წასცენია, რომელსაც იციან, რომ ხელი წასცენია, ეხლა ღამე სიზმარში ხედავს იმას, რომ რიჟვაძე შეიძლება დაემართოს. და აი ეს არის ის მომენტი, როდესაც სისტემა იწყებს. აქვე მინდა მაყურებელს ვუთხრა, კორძის სტატუსი მინდა წაგიკითხოთ, მუსიკოსის დღეს დამხვდა 4-5 ადამიანი. ბებია ჩემი სახთან მიზან მიმართულად მაგინებდნენ, მომზდებდნენ უბრალოდ მოვახერხე გაქცევა, შევედი ახლოს მაღაზიაში, სადაც ადამიანები დამეხმარნენ პოლიციაში განვაცხადა, რადგან ადგილზე არის კამერები და შეუძლიათ სიტუაციის ნახვა. 6 თვეა ვიღებ მუქარებს, გუშინ ვანო თარხნიშვილსაც იგივენაირად დახვდნენ, ასეთია საქართველოში ცხოვრება დღეს წერს მუსიკოსი კორძი ადამიანი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ არის მართლა რაღაც გენიოსი და აი ასეთ ადამიანს დაძდევენ ქუჩა-ქუჩა გაურკვეველი, არ ვიცი. ხო, სამწუხაროდ გუშინ ამ ფონზე ვანიკოს ამბავი რაღაცნაირად ჩაიკარგა, ისეთი ტრაგედია მოხდა, რომ ბევრი რამე ჩაიკა. ისეთი რაღაცები ხდება, ეხლა საგარეჯოში აჭარის ყოფილ თავმჯდომარე რომ თვითმკვლელობის მცდელობის მაგალითად ბექაურის უზარმაზარი დეკლარაციაც ჩაიკარგა, სხვათა შორის იმ დღეს გამოქვეყნდა და ალბათ რა ვიცი, ამაზეც ისაუბრებს მედია. მე მინდა რომ დანიგანი არ ჩავკარგოთ. ვანიკოს მინდა რომ სოლიდარობა და სიყვარული შევეხმიანო, იმიტომ რომ ნამდვილად აი ამ ფონზე რაღაცნაირად მეც ბოდიში რომ გამომრჩა ეს და ვერ შევეხმია. ვანიკოს ასევე სოლიდარობა და დაუჯერებელია. მართლაც ის რაც ხდება პრინციპში დაუჯერებელი არც არაფერი არ არის, მაგრამ ჟანრის ლოგიკა არის და მოდით ახლა გადავიდეთ დანიგანის ბოლო განცხადებაზე, ძალიან გრძელი ინტერვიუ, ძალიან მნიშვნელოვანი. გრძელი სულ ნახევარი საათი, მაგრამ იმდენი რამე ჩაიტია რომ კი, ბევრი რამე ჩაიტია და მაგრამ მაინც
ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და ალბათ თქვენთვისაც იყო, რომ სხვა შორის Deep State-ზე ისიც საუბრობს ძალიან კომიკურად და ამბობს, რომ ხო, ეს არ არსებობს ეს შეთქმულება, მაგრამ ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის, პირადი წერილი. ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც გულწრფელად გეტყვით იყო მუქარი შემცველი, შეურაცხყოფელი, არასერიოზული, უკიდურესად ცუდად აღქმული ვაშინგტონში. მინდა წარმოვიდგინო, როგორ ემუქრება ტრამპს, არ ვიცი, კობახიძე იყო ეს სავარაუდოდ, იმიტომ რომ ის ამბობს, რომ ივანიშვილი ამბობს, რომ არაფერში არ იღებს მონაწილეობას, როგორც ჩანს კობახიძე. ეს უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ, რომ კობახიძე ემუქრებოდა ტრამპს. რატომ დაიწერა ეს წერილი, იმიტომ რომ თან იცოდა მე სულ მესმოდა რომ ქართული ოცნება ცდილობს ფასადურად დალაგებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ადამიანების მოტყუებას, ამომრჩევლის მოტყუებას, აი რაღაცა მოგვისმენია კიდევაც თინა, აი განცხადებები ტრამპისა და Deep State-ის რაღაც შერკინებას, რომ აი ახლა Deep State-მა აჯობა ტრამპს თუ ტრამპი აჯობებს. მოკლედ აკვირდებოდნენ თითქოს ესეც შთაბეჭებას ტოვებდნენ, რომ აბა ტრამპი რას იტყოდა საქართველოზე, თუ კი იტყოდა რაიმე სასიკეთოს, ესე იგი Deep State-ი დამარცხდა. ხო, მე ხო რაღაც მომენტში გამოგვიცხადეს, რომ ტრამპი დამარცხდა Deep State-ს. ხო, კი, და ეთყობა დამარცხდა და წერილიც მიაყოლეს. დაგვეწიეს, აი, რა არის ეს და რა სად დაიწერა ეს წერილი, რამ დააწერინა, რა ხდება, რაღაცა ლოგიკა რა არ ვიცი, მაგრამ ვიცით ის ორი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთელ ამ პროცესში. პირველი ის, რომ როდესაც ვინმეს ეჭვი არ შეეპაროს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საუბრობს მედიასთან, ის და არ საუბრობს საკუთარი ოჯახის ისტორიაზე, იმიტომ რომ ხანდახან არის ესეთი ინტერვიუებიც, ხო? აი, გარდა ამისა, როდესაც ლაპარაკობს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ბიზნეს ურთიერთობებზე, სამხედრო ურთიერთობებზე, საპარლამენტო საქმეებზე, მაგალითად ამ კანონზე, იმ კანონზე, ხო? ამ ინტერვიუში იყო მეგობარი აქცეცო. ის ჩვენ გველაპარაკება ვაშინგტონი. ჩვენ გველაპარაკება კრეფსიტი ვაშინგტონი, გველაპარაკება თეთრი სახლი, გველაპარაკება სახელმწიფო მდივანი, გველაპარაკება კონგრესი, მართველი ელიტა ამერიკის შეერთებული შტატების. როდესაც ლაპარაკობს ელჩი დანიგენი, მანამდე საუბრობდა სხვა ელჩი, საუბრებს შემდეგი ელჩი, საჯაროდ, ჩართულ კამერაზე, პოლიტიკაზე, გველაპარაკება ვაშინგტონი. ეს პირველი, რამდენიც არ გველაპარაკოს ახლა კობახიძემ ან შალვამ რომ გადამდგარი ყოფილი არ გვაინტერესებს, ეს არ სერიოზულია. დანიგენი არსად არ წასულა, მან თქვა რომ ეს მისი ბოლო პოსტია, მაგრამ სანამ ის საქართველოშია, ის არის ელჩი. რომ მიდიოდეს და წავა, ალბათ მნიშვნელოვანია რას ამბობს, ახლა რომ ეს წერილი არსებობს. წასულ წავა, მან გითხრა რომ მიდის, მაგრამ ის არის მოქმედი, არა, იმის თქვა მინდა რომ ის არის მოქმედი ელჩი. ის არ ლაპარაკობს როგორც გადამდგარი ელჩი, ის არის მოქმედი ელჩი, სანამ იმ საელჩოში მუშაობს, იმ შენობაში მუშაობს და სანამ არის თბილისში. ამიტომ აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. მეორე როდესაც ელჩი საუბრობს, როგორც წესი, ელჩები საუბრობენ აღმასრულებელი ხელისუფლების და გეგმილ მოსალოდნელ ამბებზე, ან მათი საუბრიდან უნდა გავიგოთ, რა იგეგმება, რა არის მოსალოდნელი. ამიტომ როდესაც ის საუბრობს ამ ტონალობით, როდესაც ის იძახის, რომ ტრამპისთვის გაიგზავნა მუქარი შემცველი წერილი, ეს ნიშნავს, რომ მას ვაშინგტონში უთხრეს, რომ მას ეს ქართული ხალხისთვის უნდა ეთქვა. და თუ ვაშინგტონში უთხრეს, განსაკუთრებით ამ ადმინისტრაციის პირობებში, რომ ელჩს საჯაროდ ქართული ხალხისთვის უნდა ეთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მუქარის დამუქრების დამამცირებელი შეურაცხყოფელი წერილი გაიგზავნა თბილისიდან, მაშინ რომელის სულელს აქვს იმის განცდა, რომ ამაზე პასუხი არ იქნება. ვის აქვს მოლოდინი, რომ ამის შემდეგ ანუ რას მას შემდეგ რაც საჯაროდ გაცხადდა. მას შემდეგ რაც საჯაროდ ანუ საჯაროდ ესეთი რამეები რატო გამოდის? იმიტომ რომ ეს არის წინასწარი მოსამზადებელი რაღაცთვის, ანუ ვიღაც მე რო არ გაუშვეს კითხვები, რომ ეს რატო მოხდა. მანამდე გითხრეს რატო მოხდა. და თან ამასობაში და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, პაუზა აიღეს, მცირე, მაგრამ მაინც. ანუ ეს მოგვიყვა, მოყვნენ საჯაროდ და ხელისუფლებას უთხრეს, რომ სულ ბოლო შანსია, შანსიც კი რო აღარ ქვია, ისეთი შანსია, აი პატარა რაღაცა ჭუჭრუტანა. მანამ სანამ ამას მოქმედება მოყვება და მესამე.
როგორც უკვე ვთქვი, ელჩი ლაპარაკობს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით, მაგრამ თუ ელჩი თulis საჭიროთ, რომ კონგრესის კომპეტენციაში მყოფ თემაზე გააკეთოს კომენტარი, ეს ნიშნავს, რომ მან იცის იქ ეს რომ მოხდება. არავითარი ვალდებულება არ ქონდა ელჩდენიგანს ესაუბრა მეგობარი აქტზე. მაგრამ როგორც კი საუბრობს მეგობარი აქტზე, ანუ კონგრესის კომპეტენციის ქვეშ მყოფ ღონისძიებაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მან იცის, რომ ამ აქტს მიიღებენ. და ეს მოხდება მალე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამაზე არ ისაუბრებდა. რა შეიძლება ძალიან ცუდი ამბები ხდება ქართული ოცნების თავზე, მაგრამ ყველა ჩვენგვანის თავზე სინამდვილეში. იმიტომ რომ ეს მატარებელი მოძრაობს ამასობაში. ის ჩვენ არ გველოდება. მე წინა ეთერში ყოფნის დროს თქვენ სხვა კოლეგასთან ვთქვი და ეხაც გავემეორებ ძალიან პატარა მაგალითს, რაც უკვე დაგვემართა და ესეთი მაგალითები ძალიან გაგვიმრავლდება. საქართველოს მოქალაქეებმა ოვიზო მიმოსვლაზე პასუხი და თანხმობა მიიღეს პირველებმა ამ სამეულში. პირველებმა. დღეს უკრაინამ და ეს სარგებელი შესაბამისად მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა, რომლითაც დღემდე სარგებლობენ. დღეს უკრაინამ და მოლდოვამ უკვე ხელმოწერილია და 1 იანვრიდან ძალაში შევა ევროკავშირში როუმინგის შესახებ გადაწყვეტილება. რაც იმას ნიშნავს, ქართველს რომ მიეღო, რომ მე ხა მაგთი მაგ ტელეფონში, აი ჩემი მაგთის ტელეფონით, ჩემი გადახდილი 30 ლარით საქართველოში, პარიზში, საფრანგეთში, რა ქვია, იტალიაში, გერმანიაში, რა ვიცი, ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში ზუსტად ისევე ვისარგებლებდი, როგორც სარგებლობს საბურთალოზე და აგერ აქ თქვენთან ისანში. იმავე ტარიფით, იმავე 30 ლარის ფარგლებში. ყოველგვარი როუმინგების და მსგავსი მაიმუნებებზე დროის, ნერვის და ფულის ხარჯვის გარეშე. ჩვენ ეს სარგებელი უკვე დავკარგეთ. ეს უკვე დავკარგეთ. ასეთი დანაკარგი გვაქვს ყოველ დღე ევროკავშირთან. და ამ გზაზე ვდგებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან თუ მეგობარი აქტი იქნება მიღებული და დამტკიცებული საბოლოოდ ხელმოწერილი ტრამპის მიერ. ზუსტად ესეთი ამბები დაგვემართება ერთმანეთის მიყოლებით. და დღეს რომ გონიათ ადამიანების ნაწილს რომ ეს მათ არ ეხებათ და მათთან რა კავშირშია, როგორც უვიზოზე ნერვიულობენ, იმიტომ რომ გონიათ რომ ეს არის ერთადერთი რომელიც შეეხოთ. აგერ უკვე გითხარით კიდევ ერთი ამბავი, რომელიც იმათ ვინც უვიზოთ ისარგებლობს, ასევე გაუმარტივებდა ცხოვრებას ევროკავშირში და უკვე შეეხოთ. და ასევე იგრძნობენ ძალიან სწრაფად, მაგალითად DCFTA-ში, ანუ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში თუ რაიმე ცვლილებები შევიდა და მუხლები გაჩერდა, მაგალითად პროდუქტის გაძვირებით. ამიტომ ეს კვლევაში ჩანს უკვე რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყველაზე მთავარ პრობლემად მიაჩნია გაძვირება პროდუქტების და შესაბამისად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში რაიმე ერთი შეხებაც კი დამძიმების თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს ამ პროცესს. თინა, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ამბებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ქართული ოცნება არ გვიტოვებს რესურსს იმისთვის, რომ ერთი წუთითაც კი მოვდუნდეთ და ვიფიქროთ, რომ ეს ჩვენ არ გვეხება და საბოლოო ჯამში ისინი დალაგდებიან და ჩვენ კარგად ვიქნებით. ჩვენ რიგითი მოქალაქეები, ესე არ არის.